მე ახლა თან მაქვს სასაფეთქებელი საშუალება, რომელიც საკმაოდ დიაფასიანია და მისი შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში. აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, რომ მსგავსი ტიპის სასაფეთქებელი საშუალებები აღმოჩნდეს ბავშვის ხელში და სრულიად უწყინარი გართობა შეიძლება არც თუ ისე კარგი შედეგით დასრულდეს. ეს ფოტო სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. ფოტოს ავტორი დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძეა. ფოტოზე აღბეჭდილი ბავშვის ხელი სწორედ პიროტექნიკითაა დაზიანებული. როგორც აღმოჩნდა, მსგავსი შემთხვევებით ახალი წლის ღამეს საავადმყოფოებს ათეულობით ადამიანი აკითხავს. ძირითადი დაზიანებები პაციენტებს ზედა კიდურებისა და სახის არეში აღენიშნებათ. ექიმი ირაკლი ჯანგულაშვილი განგვიმარტავს, რომ პიროტექნიკით მიყენებული დაზიანებები შესაძლოა დაინვალიდების ერთ-ერთი წყაროც გახდეს. მერწმუნეთ, იმ პატარა ასაფეთქებელსაც კი შეუძლია ძალიან ცუდი ტრავმის გამოწვევა და მთელი ამ სადღესასწაულო პერიოდის ჩაშხამება. დაკარგული თითები, თქვა ტრავმის შედეგად დაინვალიდებული კიდური, დაკარგული მხედველობა საკმაოდ ხშირია. იმ ჩასარჭოს მიწაში არ ჩაარჭობდა, მიაყუდებ თქვა აივანზე ან ხელში დაიჭერდა. დიდი ალბათობით თუ ეს უხარისხოდ დამზადებულია, შეიძლება უშუალოდ ხელში აგიფეთქდეს. ჩათვალეთ, რომ იმ რამდენიმე გრამ ასაფეთქებელ ნივთიერებას, რომელიც დენზე სიძლიერით ნაკლებია შედარებით, შეუძლია წააწყვიტოს რამდენიმე თითი. ეს რუსთავის ეგრეთ წოდებული სტამბულის ბაზარია. აქ საახალწლო ასაფეთქებლების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. მათი ფასი 5 თეთრიდან იწყება და რამდენიმე ათეულობით ლარამდე ადის. პიროტექნიკის უმრავლესობა ჩინურია, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილს აწერია ინსტრუქცია ქართულ ენაზე. ასაფეთქებლების გამოყენების წესების ახსნა გამყიდველს ვთხოვეთ. ყველაზე ძვირადღირებული რომელია? და იცით ეს როგორ შეიძლება ამის მოხმარება? შეგიძლიათ ვაბიხსნათ? პატარას გაჩვენე. და იგივე არის ის დიდიც რა, ფიქელი აქვს. შეულებია ეს უნდა დადო და წაუკიდებ და უნდა მოშორდე ამას. რამ ხელამაძილზე უნდა გახვიდე? უნდა გახვიდე ეს სადღაც 15 მეტრა მაინც უნდა დააშორე. ჩადო ამ თოვლში მე მაგალითად პიროტექნიკის მოხმარების წესები, რომ ზედმიწევნით უნდა დავიცვათ და მათი მოხმარებისას სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, შინაგან საქმეთა სამინისტროც გვაფრთხილებს. სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს პიროტექნიკის გამოყენებისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობას.